წმინდა თეოდორე სტუდიელი, სამშაბათსა მეექვსესა შვიდეულისასა, სიყვარულისათვის წმიდისა და უზაკველისა და მორჩილებისა და საშინელისა მისთვის განკითხვისა მართლისა მის მსაჯულისაგან. გვაკურთხენ მამაო, ძმანო და მამანო, რომელი იგი პირველსა მას სწავლასა შინა წარმოვთქვი, მაშინ მოსრულთა მათთვის წარმოვთქვი, ხოლო რომლისა ესაც მეგულების თქმაი თქვენდა მიმართ, ვიტყვი უმჯობესა და მახლობელსა ცხოვრებისასა. ამისთვის რამე თუ მადლითა სახიერისა ღვთისათა მორჩილ ხართ და ისმენთ სიმდაბლისა ჩემისასა და არარას იქმთ უფროს განწესებულისა თქვენისა, რომელ ესე სიხარულ არს და გვირგვინ არა ჩემდა ხოლო, არამედ თქვენდაცა უწინარეს ჩემსა, რომელთა ეგე სათნოება აღირჩიეთ და რაიცა იყო უსაწადელეს და უსახარულევანეს ცნებისაებრ ცხოვრებასა მორჩილისასა, რათა არარას თვისითა ნებითა იქმოდეს. რამე თუ ესე არ ჭეშმარიტი მორჩილება, ესე არ სანატრელი ცხოვრება და ვით არ მცავინს თქვა, ესე არს მრავალ შესაწუხებელ და შეუწუხებელი ცხოვრება და მრავალ შესაწუხებელი მისთვის, რომელსაც ჯერეთ არ გამოეკვეთოს ნებაი თვისი, ხოლო შეუწუხებელი მისთვის, რომელი მიწთომილ იყოს მოკვეთასა ნებისა თვისისასა, რომლისათვის საკადრებელ არს მსგავსად მოციქულისა თქმად, ვითარმედ ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ქრისტე ჩემ შორის. რამე თუ ვინაიდან არა თვისისა ნებისაებრ ცხოველ არს, არამედ ნებისაებრ წინამძღვრისა თვისისა, ღვთისად ცხოველ არს იგი და განცხადებულითა პირითა დიდებასა ღვთისასა განიცდის და მასვე ხატსა მიიცვალების დიდებითი დიდებად, ვითარცა უფლისაგან სულად, ვითარცა წერილ არს, ესე ვითარი იგი უზრუნველ არს სოფლისაგან, უშიშ არს სიკვდილისაგან და შეუწუხებელითა და უშფოთველითა ცხოვრებითა ცხოვრებს ყოვლითურთ მინდობილი ღვთისად. ხოლო თვისა ნებასა მინდობილი და მის მიერ მორჩილებისა წესთა განმრყვნელი, თვითსჯულობითა და თავხედობითა, ეგე ვითარი იგი სალმობიერითა ცხოვრებითა ცხოვრებს, მოკუფხველი ეშმაკისა მიერ და შეწყდეული ნებასა მისა, დაღაცა თუ ჰგონიეს, ვითარმედ იმარხავს, გინა იღვიძებს, გინა თუ სხვას არასამე კეთილსა საქმესა იქმს, გამოუცდელ არს და უხმარ, რამე თუ ყოველი, რომელი არასარწმუნოებით იყოს, იგი ცოდვა არს. და რომელი არა ზოგადისა კანონისაებრ იქმნებოდეს, ეგე ვითარი იგი მოქმედისა მისისა არს თვისი, ხოლო ღვთისმსახურებისაგან უცხო. ამისთვის ურჩდა და თვითსჯულთა სამართლად ვამხილებ, ხოლო თქვენ უფროსად გაქებ და გლოცავ, რათა მარადის ეგნეთ მორჩილებასა ზედა, კეთილთა, მოთმინებასა, მოკვეთასა ნებისასა, სარწმუნოებასა, სასოებასა, სიყვარულსა და სხვათა მათ მორჩილებისა მოსწრაფებათა თვისად საცხოვრებელად და სახეთ კეთილისა ყოვლისა ძმობისა. ჰე ძმანო ჩემნო, გევედრები, რამე თუ მცირე დღა და წუთ ერთ მომავალი იგი მოვიდეს და არა ჰყოვნოს, მოვიდეს უკანასკნელი იგი დღე, რომელსა შინა გამოცხადნენ საქმენი იგი ბნელისანი და განსხადნენ ზრახვანი იგი გულთანი. მოვიდეს საშინელი დღე და თვალუხვავი იგი მსაჯული, რომელმა განიკითხოს მორჩილი მორჩილისა მიმართ და წინამძღვარი წინამძღვრისა მიმართ, ეპისკოპოსი ეპისკოპოსისა მიმართ, მთავარი და მეფეი მთავრისა მიმართ და მეფისა, ორკერძოსა მიმართ ამხილოს და ბრალეულყოს
და მიაგოს კაცად კაცაცა საქმეთა მათაებრ. მოთმინეთა მათ კეთილთა საქმეთა შინა და რომელნი ეძიებდნენ ცხოვრებასა საუკუნესა, დიდება და პატივი და უხრწნელება. ხოლო ხდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა, რისხვა და გულისწყრომა და ჭირი და იწროება სიტყვისაებრ მოციქულისა, ვინაიცა საშიშ არს და ყოლითა მოსწრაფებითა სასწრაფელ, რათა არა დავშთეთ ჩვენ ოხრად საქმეთაგან კეთილთა ჟამსა სიკვდილისასა, არამედ რათა ნაყოფიერად გამოვჩნდეთ სათნოებათა მიერ პატიოსანთა და ესე ცხად არს რამე თუ მხდომარ ჩვენ და ეშმაკი და წინააღმდგომ საქმეთათვის კეთილთა, რამე თუ იგი კაცის მკვლელი არს დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა ზედა არა დაადგრა, რამე თუ ჭეშმარიტება არა არს მისთანა. ხოლო ჩვენ მერმეცა და მარადის ვიხმიოთ მისა მიმართ სიმხნეი და ახოვნება და დავიუნჯნეთ შრომანი, ჭირნი, ლოცვანი, ვედრებანი და ცრემლნი და ესრეთ მოუძლურდეს უფლისა თანაშეწევნითა და განძლიერებითა უძლურებისა ჩვენისათა და ხელის აღპყრობითა სიგალახაკისა ჩვენისათა და ძლევაის საუკუნო მოგვენიჭოს ჩვენ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.